ყვარელშილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლის ეზოში 100-ლოვან ხეებს ჭრიან ფორმულას ინფორმაციით უკვე მოჭრილია 20-ზე მეტი ნაძვის და კედრის ხეები. ადგილზე მყოფი მუშები ამბობენ, რომ ხეების მოჭრა ძველი სკოლის დანგრევის და ახლის ამშენებლობის ფარგლებში მიმდინარეობს და მათ შესაბამისი ნებართვა აქვთ მიღებული. მუშები არ ამბობენ, რომელ კომპანიას წარმოადგენენ, მას შემდეგ რაც ადგილობრივებმა ხეების შრა გააპროტესტეს, მუშებმა სამუშაოები შეაჩერეს და ადგილი დატოვეს. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თელავის სამმართველომ კი მომხდარზე მოკვლევა დაიწყო. სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ ადგილზე ხეების მოჭრა შეჩერდა უწყებამ კომპანიისგან, რომელიც ხეებს ჭრიდა, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა მოითხოვა, სადაც განმარტებული უნდა იყოს მიზეზი, თუ რატომ გახდა აუცილებელი ხეების მოჭრა. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რატომ იჭრება ხე და რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო. იმას არავინ არ ამბობს, რომ არ უნდა მოიჭრას, თუ მართლა საფრთხის შემცველი დაზიანებული და ასე შემდეგ, მაგრამ მინიმუმ პასუხი მაინც უნდა გაეცეს, ხო? ახლა ლაგოდეხიდან არის აქტივისტები ჩამოსულები და პასუხს არავინ არ სცემს. და ეს არის რა, მთავარი პრობლემა არის ისე და ისე ანგარიშვალდებულების არ ქონა, რომ საერთოდ არ აინტერესებთ მოქალაქეები და აი ხედავთ, 40-მდე ხე არის ხო დაახლოებით მოჭრილი და რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო ამისი, ან რა პროექტი, ან როგორ შენდება, რანაირად შენდება. შარშან დაიწყო ზოგადად მშენებლობა, შარშან დაცალეს უпростоრად სკოლა, მერე დაახლოებით 8 თვის განმავლობაში ასე იყო გაჩერებული და აგერ დღეს ახლა ნახეთ, რომ დაიწყეს ჭრა ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე. ლოს-ანჯელესში სტიქის შედეგად აღუბულთა რაოდენობა დღეს 16-მდე გაიზარდა, ამ დრომდე